დაკვიტაშვილის თანამდებობიდან გადადგომის პარალელურად პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანცვლილებებს ხმაურით განიხილავენ თუ რა ხდება ქუთაისში და კონკრეტულად პარლამენტის ხდომაზე ამის შესახებ ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე ჩაგვერთვება. მირიან, მოგესალმებით და როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა? საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის უთანხმოება არსებობს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობა ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ისინი არ ეთანხმებიან კანონპროექტში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს აქვს საშუალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი დანიშნოს. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები დაკარგავენ საკუთარ დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას. უმრავლესობის წარმომადგენლები კი პირიქით დადებითად აფასებენ წარმოდგენილ კანონპროექტს. მათი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით დამოუკიდებლობას უფრო შეინარჩუნებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები და სწავლების ხარისხიც გაუმჯობესდება. ამას და სხვადასხვაობის მიუხედავად აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით კენჭი ეყარა 72 ხმა 28 ხმის წინააღმდეგ. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. რამდენი მაგალითიც მინდა ახლა ამ ბოლო ხანებში მინდა დაგისახელოთ, როდესაც სტუდენტი აღმოჩნდა რექტორის სავარძელში. და ეს არ იყო შემთხვევით, ეს არ გაინტერესებდათ იმ კაცს აქვს ავტორიტეტი, არა აქვს ავტორიტეტი, გაინტერესებდათ ის რამდენად ხმა არის ჩემი. აი ეს ბატონყმობა მორჩება, აღარ იქნება და აი ამის შემდეგ მართლაც მცოდნე ხარისხის მქონე ადამიანი იქნება არჩეული.